იამალიც არ ყავთ, როდრიც არა. სამაგიეროდ პედრია. სამაგიეროდ ჩვენ ყვარადა მიქაუტაძე ყავს. რომელ საათზეა თამაში? ჩვენი დროის. არა, ნიგერიის. რა ვიცი, იქნებ ესპანეთის დროით გაინტერესებდა. 11-ზე. ტრადიციულად ემილის, ხო? ხო, ეგ ცოტა რთული ამბავია. რა მარიამა? რა ვიცი, თქოს არაა გაბრაზებული, არც ნაწყენია, რაღაცნაირადაა. რა ქვია მაგ სიტყვას? ინერციულად თუ ინერტულად? ხო, ინერტულად. ნიას ველაპარაკე და თვითონაც ეგრეა. გონი, არც არაფერი ხდება და ჩვენ მოვუქებთ. აი, ემილი მოდი ზოგკითხოთ. ემილი, აქეთ. რა შვებით? ემილი, დღეს არის ესპანეთის საქართველო. ტრადიციულად ჩვენთან ჩაუჯდეთ, ხო? აუ, კი, რომელ საათზეა? ჩვენი დროით? არა, სომალის. 11-ზე. სომალის დროით 11-ზეა? კაი, ხო, ვღადავ. ჩვენი დროით არის 11-ზე. ბევრი სნექი და პიცა, რამე გამოვიძახოთ? ეგ ყველაფერი ძალიან კაია, მაგრამ იმაზე რა ვქნათ? ნია და მარიამზე? ხო. ემილი, ამოირჩიე, რომელთან მოგწონს უფრო მეგობრობა და მეორე გავაგდოთ. გაგიჟდი, რა სიძახი? ეგეთი რამის გაფიქრებაზე ცუდად ხვდები. ნიკა სად არის? სიცხე მაქვს და სახლიდან ვუყურებო. რა ვქნათ ნია და მარიამზე? ორივე რო ოთახში ჩავკეტოთ და სანამ არ შერიგდებიან, მანამდე არ გამოვუშვათ. თან ორივე იძახის, მე არ ვარ ნაწყენი და ნაჩხუბარია. ბარბარეს რო ვკითხოთ? ლაზარე, ხანდახან როგორი გენიოსი ხარ. დაურეკავ. აი, ახ თავში არ აგივარდეს. ო, როგორ ხარ? კარგად, შენ? რივე. სალამი. გამარჯობა ბიჭებო, რა შვებით? კონფლიქტი გვაქვს და მოგვარების გზებს ვეძებთ. რა დრამებია, რა ხდება? ნიამ და მარიამმა იკამათეს. იკამათეს რა, მარიამმა გაიგო ნია ცალკე როგორ მეუბნებოდა, მარიამი ახალი მეგობარია და მასეც ფლუენტობია. მესმის. ეჭვიანობის მომენტი გქონდა, ხო? ხო, ალბათ. ბარბარე, დღეს არის ესპანეთის საქართველოს მატჩი და გვინდა ყველამ ერთად უყუროთ და ისინი კიდე ნაჩხუბრები არიან. მივხვდი. ერთ ოთახში რო ჩავკეტოთ, სანამ არ შერიგდებიან? არა. უფრო ჰუმანური ხერხებით ჯობს. აი, პირველ რიგში ცალ-ცალკე დაელაპარაკეთ ორივეს. უბრალოდ მოусმინეთ, არ დაიწყოთ გარჩევა, თუ ვინაა მართალი და მტყუარი. შემდეგ დაეხმარეთ, რომ ერთმანეთის თვალით დაინახოს სიტუაცია. ბოლოს უკვე პატარა შეხვედრა მოუწყეთ სუბუქ მეგობრულ გარემოში. და მე მგონი თვითონ დაილაპარაკებენ. დაძალება არაა საჭირო. ჯობს რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით მიხვდეთ. მე და ლაზარე ნიას დაველაპარაკებით და დაჩდა ალექსანდრე მარიამის. კაი აზრია. ეხლა მე მეძახიან, თუ რაიმე დაგჭირდებათ, აუცილებლად დამირეკეთ. მადლობა ბარბარე, კოცნი. კარგად. წავედით. შენ დაიწყებ თუ მე? მე დავიწყებ. რა შვებით? შენ? პრივეტ. სალაპარაკოთ მოვედით. ვიცი რა უნდა ვილაპარაკოთ. ნია, არაა საჭირო თავდაცვის რეჟიმში გადასვლა. უბრალოდ გვინდა გავიგოთ რა გეწყინა. არ ვეძებთ ვინაა მტყუარი და ვინაა მართალი, უბრალოდ გვაინტერესებს რა გეწყინა. არ ვიცი, უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ არ ვენდობი და მართალიც აღმოჩნდი. რასით გადაგვისმენდა შპიონი. ტაქსი რომ მოვიდა, დაძახებას ვაპირებდიო და შემთხვევით გავიგეო. არ ვიცი.
აი, შეიძლება ცოტა ეჭვენობის მომენტიც იყო. ამდენი ხანი ვიყავით წასული, არ მყავდით ნანახი. ჩამოვედი და თითქოს არ აკლდა სამეგრელოს ჩემი აკყოფდა. არა, ეგრე. რავი, თითქოს მარიამმა კარგად შეავსო ჩემი ადგილი და აღარ ვიყავი საჭირო. ნია, რას ამბობ? ხო იცი ეგ რომ ტყუილია. ყოველთვის იმას ვამბობდით ხოლმე, აუნეტა ნია იყოს აქ, აუნეტა ეს ნიას გაეგო, აუნეტა ეს ნიას ენახა. ხო? დაჟე რამდენიმე მომენტში ვიგზენი რომ შენი კვენები მაგლდა. ხო, რა მოხდა? ნიასავით ვერავინ ვერ მითხავ თათიანში. ეგ მართალია. შენ მარიამის ისტორია არ იცი, ხო? რა ისტორია? წამოდი სნექებზე გავიაროთ და თან მოგიყვები. აი მოდის. რა საჭირო იყო ეს ფილმის სცენებს რომ შეხვედრებია? გამარჯობა მარიამ. როგორ ხარ დაჩი? ლაპარაკი გვინდა უბრალოდ. ვიცი რასაც მეტყობნია, კარგი გოგო არ უნდა და ესე ეთქვა და ასე შემდეგ. ვიცი, არც გაბრაზებული ვარ, არც ნაწყენი. მართლა? მართლა. მაშინ საღამოს ესპანეთის საქართველოსთან შევუჯდებით? ჩაუჯდებით, მე არ მოვდივარ და მგონი დროა ნელ-ნელა დისტანცირება დავიწყოთ. აი რა, ნუ მოდიალო. კარგი რა, ალექსანდრე, განშის გარეშე. მარიამ, მოგიყევი რა, რა გეწყინა? არაფერი. მარიამ, დაგოლაპარაკე რა. ერთხელ უკვე დავკარგე მეგობრები და აღარ მინდა მეორედ იგივეს გამიცდა. ამიტომაც სანამ ახალი დაწყებული გვაქვს, ჯობია ნელ-ნელა ჩამოშორდეთ. მაგას ჩვენ არ დაუშვებთ. აქ იმისთვის ვართ რომ მოგისმინოთ და გავარკვიოთ რას გძნობ. დაჩი, ეგრე რატო ლაპარაკობ? როგორ ეგრე? აი რაღაცნაირად დიპლომატიურად. მარიამ, მართლა რა რა ნია? დაწერია ხელზე? არაფერი. მანახე. არ განსაჯოთ, კითხე რას გრძნობს მოусმინეთ. ეს რა არის? ფსიქოლოგის რჩევა როგორ რომ მოგცენ ნაწყენ მეგობარს. რომელიც შენ არ უნდა გენახა. ჩემს გამო ფსიქოლოგთან იყავით? ფსიქოლოგთან რა მეგობარია ფსიქოლოგი და მაგას ვკითხეთ. და შპარგალკებით მოხვედით? ვახ, რა საყვარელი დეგენერატები ხართ? წამო რა ერთად უყუროთ ნაკრების თამაში გთხოვ. მეც გთხოვ. აი, წამო. გამოჩნდა? არა. რა უნდა? ეხლა? კი, ეგა. სამი და ერთია, ჩვენ ვიგებთ თუ? ჩვენ ხო. მე ერთი და ერთი მგონია. პრივატ მარიამ. რა შვებით? მოდით, მალე იწყება. აუ, მაგიდაზე სნექები დევს და გადმოიტანეთ ახით რა. მე მივხედავ. შემაგენლობა ნახეთ? კი, პროსტა ამინდის გამო ვერ მოუსწრიათ თამაში. ცუდი ამინდი გვაწყობს. ისე მაგაზე არ მიფიქრია. გონი კი? მოგეხარა? იყავს მივხედავ. ბოდიშის ვახტა მინდა. არა, საჭირო მართლა. ვიცი, მაგრამ მაინც არასწორი იყო ჩემ მხრიდან ზოგს უკვე ლაპარაკი. თან ისეთი რამის, რაც არ არის მართალი. მეც ვეაჭვენებდი ბავშვობის მეგობარს, თუმცა ახალი მეგობარი რომ გაეჩინა. სულებრად მომივიდა. შევრიგდეთ? შევრიგდეთ.
კეიქები რამდენიმე ჯამში ჩავყაროთ, ხო? ერთში იყოს, ტრადიცია ხო ეგეთია. ხანახან ტრადიციებსაც სჭირდება დახვეწო. რამდენიმეში იყოს? იწება, მოდით. აუ დღეს ვიგებთ გუეჭველი. აუ რასა გაგათ პოპს ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი ის ამდენ ძვირფა